საქართველოში ტრიქინელოზით დაავადების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადების სიმპტომებია გულის უკმარისობა, რიტმის დარღვევა, კრუნჩხვები, სუნთქვის სერიოზული პრობლემები და თავის ტვინის ან ფილტვების ანთება. გურჯაანის ჯეოხოსპიტალსის ინფექციონისტ ნანა უტიაშვილის განმარტებით დაავადებულმა დროულად უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, რათა ჩატარდეს კომპლექსური ლაბორატორიული კვლევა და დაინიშნოს მკურნალობის შესაბამისი კურსი. ტრიხინელოზი ვითარდება ადამიანში, როდესაც ის მიირთმევს ტრიხინელით დაავადებული ცხოველის ხორცს. ტრიხინელები ფართოდ არის გავრცელებული როგორც შინაურ, ისე გარეულ ცხოველებში. ეს არის ცხენი, ღორი, განსაკუთრებით ღორი არის ტრიხინელების მატარებელი. გარეული ცხოველებიდან არის დათვი, ტახი, გარეული ღორი. როდესაც ადამიანი მიირთმევს ტრიხინელებით დაავადებული ცხოველის ხორცს, ხდება ადამიანის ნაწლავში აი ამ ტრიხინელების კაფსულის გაშლა. ტრიხინელები თავისუფლებიან კაფსულიდან, ისინი ნაწლავში მიემაგრებიან ნაწლავის კედელს, მრავლდებიან ძალიან სწრაფად. ერთი ტრიხინელა 2000-მდე ლავრას შობს ცოცხლად. შემდეგ ეს ლავრები მოითესებიან, ხრეტენ ნაწლავის კედელს, სისხლძარღვის კედელს და სისხლძარღვების საშუალებით მოითესებიან მთელს ორგანიზმში. განსაკუთრებით უყვართ შემაერთებელი ქსოვილი.